თბილისსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივაზე ისაუბრა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, ოდესმე ეს ალბათ მოხდება და სასურველია იყოს უახლოეს მომავალში. თუმცა ბჟანია დეოკუპაციის პროცესს კატეგორიულად გამორიცხავს. ინტერვიუში აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა მოსკოვთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებით რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა არგუმენტებისა და ფაქტებისთვის მიცემული ბჟანიას ინტერვიუს შეფასება ქართველ ექსპერტებს თხოვა. ყველაფერი ახალი ითქვა, რაც მან თქვა. ადრე ძველ ხელმძღვანელებს, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტებს ასეთი განცხადება არავის არ გაუკეთებია. მას მაინც იმედი აქვს და განაცხადა კიდეც ამის შესახებ, რომ როდესმე დამთავრდება ეს კონფლიქტი და შევრიგდები და თან იმასაც ახსენებს, რაც მალე იქნება. მით უფრო უკეთეს ამას ვამბობთ ჩვენ ყოველთვის და ამისკენ ვიღავით ჩვენ მოწოდებული ბჟანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ მძევალია დღეს აფხაზეთი რუსეთის ხელში. მე მაინც უკავშირებს ბჟანიას ასეთ საუბარს სომხების ლობის გააქტიურებას კრემლში. რადგან ბჟანიამ ამის საუბარი დაიწყო, ესე იგი გაუჭირდა მას და მიხვდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა საშველი არ ეკნება აფხაზებს. ბჟანიას ამ ტიპის მოსაზრებებს ისინი არ არის ახალი, ჯერ კიდე დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევამდე ის აკეთებდა ამ ტიპის გზავნილებს, რომ აუცილებელია ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამდა პოლიტიკურ პრობლემებს და წინაპირობად აყენებდა საქართველოს მხრიდან აღიარებას საკუთარი დანაშაულისა ამ კონფლიქტში და აღიარებას აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა. შემდგომში ეს რიტორიკა შეიცვალა, თუმცა გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ამ აზრმა ისევ, ასე ვთქვათ, წამოჰყო თავი და საკუთარი მომხმარებელიც იპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის ურთიერთობებს გარკვეული პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარისათვის სასიცოცხლო და აუცილებელი თუ არა სასარგებლო მაინც არის ეს ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც არა მხოლოდ ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე იქნება მიმართული, ასევე კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და მის საბოლოო ფართომასშტაბიან, სრულმასშტაბიან პოლიტიკურ მოგვარებაზე.